მაჩქარებული ტემპი, დაძაბული რითმი, სტრესული გარემო, საკუთარ თავზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩება. სწორედ ამიტომ გაწევრიანდით რადიო იმედის ფრეშ კლუბში და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გადაცემა ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად. დღემშვიდობისა მოგესალმებით ყველას თქვენ უსმენთ რადიო იმედს, გახლავართ ნინი ხუგაშვილი და ღია ეთერში გთავაზობთ გადაცემას ფრეშ კლუბი. დღეს ვისაუბრებთ სეზონური ალერგიების შესახებ, პრევენციისა და მართვის თაობაზე, ზაფხული და ალერგია. მოკლედ შეიძლება რომ ასეც დავარქვათ გადაცემას დღეს. წელიწადის ამ დროს სად ბუდობს, აიდან გვიტევს ალერგენი, რა შეიძლება გახდეს, მისი გამომწვევი მიზეზი რა ნიშნებით ვლინდება, რა უნდა ვიცოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და რისი გათვალისწინება გვმართებს პრევენციისთვის, ასევე როგორ უნდა მოვიქცეთ ალერგიის გამწვევებისას, როდის უნდა მივმართოთ პროფესიონალს დახმარებისთვის. მოკლედ ამ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თემის ირგვლივ ვისაუბრებ მოწვეულ სტუმართან ერთად. ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგი, იმუნოლოგია, დღეს ფრეშ კლუბის სტუმარი. დღემშვიდობისა, მოგესალმებით ბატონ ბიძინა. მადლობას გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. იმისთვის რომ დრო არ დავყარგოთ, პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. საიდან გვიტევს წელიწადის ამ დროს ყველაზე მეტად, სად ბუდობს ალერგენი, რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი და ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე, როგორ ვლინდება და როგორ უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას. ბატონო, ვისაუბროთ. სანამ ამ საკითხებზე გადავალთ, ალბათ სასურველი იქნება პირველ რიგში განვასხვაოთ ერთმანეთისგან საერთოდ რა არის ალერგიული ადამიანი და არაალერგიული ადამიანი. ანუ რატო არიან ადამიანები ალერგიულები და რას ნიშნავს ეს მარტივენაზე, მსმენელისთვის გასაგებ ენაზე შევეცდები რომ ეს ახსნა. ალერგიული ადამიანი ბუნებაში ძალიან ბევრი ალერგენია გავრცელებული, მოგეხსენებათ, ესენი არიან ძირითადად ცილოვანი კომპონენტებისგან შედგენილი ნივთიერებები, ესენი არის სახლშიდა ალერგენები და სახლგარეთა ალერგენები, ანუ რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და რომლებიც სეზონურად ბუნებაში გამოჩნდებიან ხოლმე. მასზე ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ადამიანი, რაც ჩამოყალიბდა ღმერთის მიერ და განგების მიერ ევოლუციურად, წესითა და რიგით არ უნდა რეაგირებდეს. ანუ ოთახის მტვერზე, მცენარის მტვრის მარცვალზე, ნესტის სოკოზე, ძაღლისა და კატის ბეწვზე, აი გადავწუდე ძირითადად ამ პროფილს ალერგენებისას, კვებით ალერგენებზე. ჩვენი იმუნური სისტემა ამისთვის შექმნილი არ არის, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს ალერგიული განწყობის გენეტიკა და შინაგანი მიდრეკილება, ჩვენი იმუნური სისტემა აი ასეთი კომპონენტების მიმართ იწყებს ჰიპერგრძნობიარე, ანუ მოჭარბებულ რეაქციას. ანუ ჩვენი იმუნური სისტემა აღიქვამს და უყურებს ამ უცხო ელემენტებს, რასაც მე წეგან ვასახელებდი, როგორც უცხოს, როგორც განსხვავებულს და მასზე ახდენს რეაგირებას. ახლა იმის მიხედვით ადამიანს რა სახის კლინიკური მოვლენები ულინდება, შეიძლება ალერგენები სხვადასხვანაირი იყოს. ახლა რა ძირითადი ალერგიული დაავადებებია, მოდი ჩამოვთვალოთ და ამის მიხედვით მე უფრო თვალსაჩინო გახდება ეს ყველაფერი. მთავარი ალერგიული დაავადება, რომელიც დღეს მსოფლიოს და კაცობრიობას აწუხებს და დაახლოებით 250 მილიონი ადამიანია შეპყრობილი ამ დაავადებით, ეს არის ალერგიული ბრონქული ასთმა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაავადება ასევე არის ალერგიული რინიტი, ანუ ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება. ნუ ბრონქული ასთმა მოგეხსენებათ ბრონქების კედელში მიმდინარე ალერგიული ანთებითი დაავადება. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ პროფილის ალერგიებს შორის სეზონური ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, ანუ თვალისა და ცხვირის ლორწოვანის სეზონური ალერგიები. ეხლა განსაკუთრებით ამ სეზონიდან გამომდინარე მოდი ჩვენ შევეხოთ სეზონურ ალერგიულ რინიტებს და კონიუნქტივებს, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აუდიტორიისთვის ეს უფრო საინტერესო და აქტუალური და პრობლემატური საკითხი იქნება. სეზონური ალერგიული რინიტი გამოწვეული არის იმ სცენარეული მტვრის მარცვლებით, რომლებიც წელიწადის ამა თუ იმ დროს ვრცელდება ჰაერში. ჩვენს ქვეყანაში ან გეოგრაფიულ განედში, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს, სამი ძირითადი ყვავილობის პერიოდია გამოყოფილი. პირველი ეს არის ხემცენარეების აყვავება, როდესაც თებერვლის ბოლოდან მარტის დაახლოებით 15 რიცხვამდე ჩვენი ქვეყნის ჰაერში და ატმოსფეროში ცირკულირებს ხემცენარეების მტვრის მარცვლები და ადამიანებს, რომელთაც მათ მიმართ აქვთ ალერგიული განწყობა, ისინი ხვდებიან რა ცხვირისა ლორწოვანზე და თვალის კონიუნქტივაზე, იწვევს ალერგიულ რეაქციას, რაც ზოგადად გამოვლინდება ცხვირის გაჭედილობით, სურდოთი, ანუ ცხვირიდან გამონადენით, თვალის სიწითლით, ანუ თვალის კონიუნქტივიტის ჰიპერემიით, ხველით და შესაძლებელია თუ ის სიღრმეში ჩავა გამოიწვიოს ბრონქული ასთმის გამწვავებაც კი. ანუ სეზონურად შეიძლება ადამიანს ასთმის მოვლენების კი აწუხებდეს. აი ეხანდელ პერიოდში, სადაც ეხა ჩვენ ვიმყოფებით, ანუ ეს არის მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდი. ამ ქვეყანაში ყვავილობს ბალახები და მარცვლოვანი კულტურები.
რომლებიც არის აი ამ ყველა პოლინოზებს შორის ყველაზე ხშირი შემთხვევები. ანუ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პოლინოზისადმი მიდრეკილება, 80% ამ ადამიანებისადმი საერთოდ აი გაზაფხულის ამ პერიოდში მოყვავილე მცენარეების მიმართ არიან მგრძნობიარე თელს სოფლიოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. აი შემდეგ უკვე აგვისტოდან იწყება სარეველა მცენარეების ასე ვთქვათ ყვავილობა, ეს არის ყველასთვის კარგად ცნობილი და ჩვენ ქვეყანაში ძალიან ფართოდ გავრცელებული ამბროზიის ყვავილობა, ასევე არის ბაბუაწვერა, ავშანი და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებს ამ პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გამოხატული დავადების კლინიკური ნიშნები და ფორმები ვლინდებათ, რომლებიც კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, შევეხები გამოვლინდება ცხვრის ლორწოვანის პრობლემებით, რაც არის სურდო, გაჭედვა, ბევრს ძალიან აწუხებს, ძალიან შემაწუხებელი სიმპტომია სასისა და აი ამ პირის ღრუში ქავილის შეგრძნება და ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვე უნდა ვთქვათ, რომ საერთოდ ეს დავადებები გარდა იმისა, რომ ხა კლინიკურად გამოვლინდება და შეიძლება ითქვას, ხა ადამიანს სეზონური რინიტი და კონიუნქტივიტი სიცოცხლისთვის საშიშ დავადებებს არ წარმოადგენს, ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ანუ ყოველდღიურ აქტივობაზე, საქმიანობაზე, ეს იქნება საოჯახო საქმე თუ ასე ვთქვათ, სოციალური აქტივობა. ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენს. ანუ ადამიანის შრომის უნარო, აი ხშირად ესე გეუბნება პაციენტი, რომ აი ექიმო, გათიშული ვარ. პრაქტიკულად, ანუ ასე ვთქვათ, არა მისავარ შრომის უნარო სიტუაციაში ვარ და ამიტომ გთხოვს ის დახმარებას. ეს შეიძლება იყოს ალერგიისგან გამოწვეული. გასაკვირველია, ამას ვამბობ სწორედ. ეს ალერგიის ეს ფორმები გარდა იმისა, რომ სიმპტომურად გაწუხებს, მექანიზმი რაში მდგომარეობს, იმიტომ რომ ცხვირის ლორწოვანის, ასე ვთქვათ, არასწორი სუნთქვითი მანერა, გაჭედილობა განსაკუთრებით ცხვირის, ბუნებრივია თავის twin-თან, აი ესე უხეშად ვამბობ, ეხლა რომ ადვილად აღქმადი იყოს, რასაც ვლაპარაკობ, ჟანგბადის მიწოდების პრობლემებს ქმნის და ეს როცა კვირების მანძილზე გრძელდება, ცენტრალური ნერვული სისტემა მასზე რეაგირებს და სწორედ ადამიანს ძილიანობა, მოდუნება და შრომის უნარობის ეს მოვლენები ეტყობა. ამიტომ ისინი გთხოვენ აქტიურად და ეფექტურად რომ დავეხმაროთ. რაში მდგომარეობს დახმარება? ნუ ბუნების კანონებს წინ ვერ აღუდგებით და თქვენ რას აკეთებთ ამ დროს, რას ურჩევთ რომ და გაითვალისწინონ და გააკეთონ პირველ რიგში? რაც შეეხება თვითონ აი დახმარების ამ მეთოდებს და მიდგომებს, ძირითადად ორი ვარიანტი არსებობს ამ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, გამოსავლის პოვლის. პირველი ეს არის ტრადიციული, არის კონსერვატიული მკურნალობა, ანუ მედიკამენტებით მკურნალობა. ეხლა რა პრინციპია აქ, რომ მინდა რომ ყველა მიცოდეს და მსმენელმა სწორად გაიაზროს. თუ ადამიანს წლების მანძილზე აწუხებს სეზონური ალერგიული რინიტის მოვლენები, სასურველია, რომ სეზონის დადგომამდე 2 კვირით ადრე მაინც დაიწყოს ანტიალერგიული წამლის მიღება. იმიტომ რომ მომზადება ფონური სიტუაციის შექმნა თავიდან აგვაცილებს უკვე როდესაც მცენარეული, ასე ვთქვათ, მტვერის ყვავილობა დაიწყება და ეს ატმოსფეროში მაქსიმალურ კონცენტრაციას მიაღწევს, რომ ადამიანს ეს ძალიან აწუხებდეს. ეს არის ეგრეთ წოდებული მედიკამენტური დახმარება. ასევე სიმპტომურად ვეხმარებით ჩვენ ცხვირთან მიმართებაში, თვალთან და ასე შემდეგ. ანუ იქედან გამომდინარე ინდივიდუალურად პაციენტს რა პრობლემები აქვს, რომ ეს მოუგვაროთ. და ამავე დროს აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს ალერგოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანი საკურნალო მეთოდი, რომელსაც სპეციფიკური იმუნოთერაპია ეწოდება, ანუ ეს არის კონკრეტული დამნაშავე ალერგენის მიმართ შეგუება ინიცირება და გამოწვევა აცრების სახით. ჩვენ ამას ვაკეთებთ წლებია, 10 წლეულია თითქმის და თელი მსოფლიო ამას ალერგოლოგია 100 წელია უკვე იცნობს, 2011 წელს 100 წელი შეუსრულდა ამ მეთოდს, მაგრამ ბოლო წლებში ის ძალიან რაფინირებული და დახვეწილი გახდა. ანუ შესაძლებელი არის ევროპული ვაქცინებით, ზოგადად ფრანგული და გერმანული ვაქცინებით, რომ ადამიანს გაუკეთდეს სპეციალური სქემით იმ კონკრეტული ალერგენის მიმართ დესენსიბილიზაცია, ანუ მგრძნობელობის შეგუების დაქვეითება, რაც პრაქტიკულად განკურნებას იძლევა ამ დაავადების. ეს ერთჯერადი სახით ხდება თუ ყოველწლიურად შეიძლება? 3 წლის მანძილზე გრძელდება, ეს არის სპეციალური ექიმური სქემა, ეხლა მე ვფიქრობ ამის ასე ვთქვათ, დრო ძალიან გაგვიჭირდება ამ თემაზე დეტალურად, რომ უბრალოდ რომ გქონდეთ ინფორმაცია. ანუ ეს არის 3 წლიანი სქემა, რომელიც სეზონის დროს მინიმალური რაოდენობით კეთდება, სასურველია, რომ ვისაც სურვილი აქვს ამის ასე ვთქვათ სქემის და იმუნოთერაპიის ჩატარების პირველი სეზონამდე 4 თვით ადრე მაინც უნდა მიმართოს ექიმს. რომ პირველ 3 წელს უკვე მან შედარებით უკეთესად იგრძნოს თავი, მაგრამ მკურნალობის სრული კურსი 3 წელი გრძელდება. ძირითადად ეს არის თვეში 1 ინექციის გაკეთება, ანუ ესეთი ინტერვალებით ხდება 4-დან 6 კვირამდე. გადაცემის პირველი ნაწილი დაახლოებით 1 წუთში უნდა დასრულდეს, ამიტომ ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ რეკლამამდე. ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ხოლმე დადგენა რეალურად გამომწვევი ალერგენის. ამ შემთხვევაში ეს იმუნიზაციის პროგრამა რამდენად ეფექტურია, რამდენად მუშაობს? ხო, ეხლა აქ არის კიდე მეორე საკითხი, ძალიან საინტერესო და სწორად დასვით აი ეს რაკურსი ნამდვილად. რინიტის მოვლენები, რომელიც შეიძლება ეხლა ჩვენ ვამბობთ და ხანდახან სეზონურადაც უმეორდება ადამიანს, არც თუ ისე ხშირად შეიძლება იყოს საერთოდ არაალერგიული
ალერგიული რინიტის ფორმები. ანუ ალერგენი არ იყოს დამნაშავე, შეიძლება იყოს ჰაერის პოლუტანტები, დაბინძურება, ძალიან მძაფრი სუნები. განსაკუთრებით ასეთი რინიტების დროს, როდესაც ის ადამიანს კლინიკურად ისევე აწუხებს როგორც სეზონური რინიტი. აი ამის დიაგნოსტიკას ჩვენ როცა ვაკეთებ და ვასხვავებთ ერთმანეთისგან რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, მაშინ რასაკვირველია, მე ესე ვამბობ ხოლმე, მოწმენდელ ცაზე ხა იმუნოთერაპია და აცრა ვერ გაკეთდება. მაშინ უკვე სხვა მიდგომა აბსოლუტურად და სწორი ტაქტიკის და დიაგნოსტიკის შემთხვევაში მე მკურნალობის ასე ვთქვათ სწორ გზას ვსახობთ. მთავარია ამ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მიმართოთ პროფესიონალს, რომელიც დასახავს მკურნალობის გეგმას. გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია სეზონური ალერგიების შესახებ საუბრობთ დღეს ფრეშ კლუბში. სულ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით დღე ეთერში. მადლობა რომ გვისმენთ. ფრეშ კლუბი ნინი ხუგაშვილთან ერთად. გამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით მათ, ვინც სწორედ ახლა შემოგვიერთდა თქვენ უსმენთ რადიო იმედს, რომლის დღე ეთერშიც გრძელდება გადაცემა ფრეშ კლუბი, თემით სეზონური ალერგიები, საუბრობთ პრევენციისა და მართვის შესახებ. ჩემი სტუმარია ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგი, იმუნოლოგი. დღემშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა რომ გსტუმრობთ. რომ არ დავკარგოთ დრო, სულ გვაქვს ამ ნაწილში დაახლოებით 15 წუთი მაქსიმუმ, როგორც ხმის რეჟისორი მეუბნება, ამიტომ განვაგრძოთ საუბარი. რეკომენდაციები შემოვიტოვოთ გადაცემის მიწურულისთვის რეზიუმეს სახით. ამჯერად ძალიან პრობლემურია ვფიქრობ კვებითი ალერგიის საკითხი საკვებ პროდუქტებზე. რას გამოყოფდით თქვენ და რას ურჩევთ იმ მსმენელებს, რომლისთვისაც ეს ნამდვილად პრობლემაა და ერთ-ერთი მიზეზი მუდმივად უხასიათო განწყობის, მუდმივად მოდუნების და ხშირ შემთხვევაში აპათიისაც, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ გადაცემის პირველ ნაწილში, ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად დაუარესებს. კვებითი ალერგიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი, ასე ვთქვათ, ზოგადად დარგის და ალერგოლოგიის. კვებითი ალერგია ასე ვთქვათ, ძირითადად გამოწვეულია იმ კვებითი პროდუქტებით, რომლებიც ამ შემთხვევაში ხა სეზონურად ძალიან ჭარბად არის ჩვენს ყოველდღიურობაში წარმოდგენილი. განსაკუთრებით უნდა გამოყოთ აქ კენკროვნებთან მიმართებაში. არიან ადამიანების გარკვეული კატეგორია, ძალიან საინტერესო კავშირი არსებობს და ხშირად ადამიანს ეს გათვითცნობიერებულიც კი არ აქვს. ადამიანების კატეგორია არსებობს, რომელთაც აქვთ ეგრეთ წოდებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებისადმი ალერგიული განწყობები და რეაქციები. ეხლა რატო ვაკავშირებ ამას კვებით ალერგიასთან, თითქოს კონტექსტში არ მოდის, მაგრამ ეხლა გადავალ ჩვენ ამ ლოგიკურ მას მე გავაკეთებ. როდესაც პაციენტს აქვს ამ ტიპის მედიკამენტების მიმართ ალერგია, მან გაუთვითცნობიერებად შეიძლება დიდი რაოდენობით კენკროვანი ხილი მიიღოს, ანუ გულისხმობ ძირითადად მარწყვი იგულისხმება იმუნიტეტის მოსაძლიერება. იმუნიტეტის მოსაძლიერება და ასე შემდეგ, ბევრი სხვა ასე ვთქვათ დანიშნულებით და ხშირად ოფლის მომდენად და ასე ვთქვათ გაცებითი დაავადებების საპროფილაქტიკოდ, ხო? ეხლა ძალიან საინტერესო ინფორმაცია რაში მდგომარეობს, რომ აი ამ ტიპის ხილი გამომდინარე იქიდან, რომ მასში არის ბუნებრივი სალიცილატები, ანუ ესენი არიან ბუნებრივი ასპირინის შემცველი პროდუქტები. ამიტომ სწორედ აქვთ მათ აი ეს თვისებები, რომლებიც უკავშირდება სიცხის დაწევას და ასე შემდეგ და ეს ძალიან კარგი საპროფილაქტიკო თვისება, მაგრამ ამ ტიპის მქონე ზოგადად მედიკამენტური ალერგიის მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს მაქსიმალურად, რომ აი ამ ტიპის ხილისგან თავი უნდა შეიკავოს სრულად თავი უნდა შეიკავოს. თუმცა აი ეს ხილი, რომელიც ჩვენ ახლა ჩამოთვალეთ, კენკროვნები, ეს არის ასე ვთქვათ ყურყოვანი ხილიდან გამოყოფილი, ვთქვათ გარგარი, ატამი და ასე შემდეგ, რომელზეც შეიძლება იყოს გამოკვეთილი ალერგიული რეაქციები, მაინც ერთი თავისებურებით ხასიათდება. ადამიანების უმრავლესობას ეს რა კატეგორიაც არ უნდა იყოს, ასაკობრივი, ბავშვთა თუ მოზრდილთა, უდიდესი ნაწილს მაინც აქვს ეგრეთ წოდებული დოზაზე დამოკიდებული ალერგიული რეაქციები. ანუ ეს რას ნიშნავს? ეხლა მარტივ ენაზე ვთქვათ, მცირე რაოდენობით და მოცულობით შეიძლება უპრობლემოდ აიტანო, მაგრამ მცირე გადაჭარბებაც კი შეიძლება ალერგიული რეაქციის მაპროვოცირებელი გახდეს. ამიტომ ერთადერთი რეკომენდაცია რაც შეიძლება ჩვენ გქონდეს რადიომსმენელის მიმართ, რომ აი ესეთი სეზონური ხილის მიმართ მაინც ზომიერება შეინარჩუნონ. ეს არის ასე ვთქვათ, ოქროშვალე. მიმართებაში რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბორს კენკროვნები თუ უნდა შევიკავოთ და კენკროვნები გააჩნია, რასაკვირველია ხა თუ ალერგიული სხვა დაავადების, ფონური დაავადების მატარებელი პაციენტია და ბავშვია, ხა მე ურჩევ ხოლმე რომ 2.5 3 წლამდე საერთოდ თავიდან იყოს ეს აცილებული. ხა თუ აბსოლუტურად არაალერგიული გენეტიკის, არაალერგიული პირადი ანამნეზის მქონე პაციენტია, შეიძლება ეს ადრეული ასაკიდანაც მიეცეს, იმიტომ რომ ჩვენს ბაზარზე ძალიან ბევრი მზა პროდუქცია იყიდება უკვე ვთქვათ ან ხელფაფების სახით ან ბურღულის ფაფები, რომელშიც ეს ხილი უკვე დამატებულია და არანაირ პრობლემას არ ქმნის და თავიდანვე ეს მოცვი და ისინი გამოიყენება, ანუ პრობლემა არ არის, მაგრამ ალერგიის
მქონე ან პირადი ანამნეზის ან ოჯახური ანამნეზი დატვირთული ოჯახებს მაინც ურჩევდი რომ 2.5-3 წლამდე ასეთი კენკროვნების და ამის მიმართ განსაკუთრებით სიფრთხილე გამოიჩინონ. თუმცა ზომიერების ფარგალში, აი თქვა, ყურყოვანი ხილი განსაკუთრებით სეზონურად რაც ჩდება ჩვენს ქვეყანაში და ეს ძალიან ეკოლოგიურად სუფთა და კარგი პროდუქტებია, მე ვფიქრობ და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ეს აუცილებლად ზომიერად აუცილებლად უნდა მიეცეს, ასე ვთქვათ, ყველა პაციენტს. რაც შეეხება მცენარეებზე ალერგიას, თქვენ აღნიშნეთ ბალახების მიმართ მგრძნობელობა, რეკლამის დროს ვისაუბრეთ ჩვენ ქოთნის მცენარეებზე, რომელიც ერთი შეხედვით შესაძლებელი არ იყოს ალერგიის მატარებელი, ასე ვთქვათ, და ალერგენის მატარებელი, მაგრამ ნესტმა შექმნეს პრობლემა. დიახ, ამაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, ხშირად გეკითხება პაციენტი, ასე ვთქვათ, მოსული შენთან კონსულტაციაზე, რომ მე მაქვს სახლში ძალიან ბევრი ოთახის მცენარეები და როგორ მოვიქცე ამასთან მიმართებაში. ოთახის მცენარეები თვითონ როგორც ესეთი, როგორც ყვავილობიდან გამომდინარე, ისინი ძირითადად არ ქმნიან ხოლმე პრობლემას, ანუ ჰაერით მათი მცენარეული მტვერი არ ვრცელდება და ძირითადად ეს მცენარეები ამ ხრივ პრობლემას არ წარმოადგენენ. მაგრამ აქ არის მეორე პრობლემა, აი თქვენ უკვე ჩემი საუბრიდან გამომდინარე, თქვენ წიწრებათ ეს უკვე გააჟღერეთ. ანუ მცენარე შეიძლება იყოს სახლში ასე ვთქვათ, არასწორი მისი მოვლის პირობებში მტვერის წყარო, იმიტომ რომ ძირითადი მცენარეები ეს პალმის ტიპის განსაკუთრებით ფართოფოთლოვანები მტვერის ასე ვთქვათ რეზერვუარს წარმოადგენენ და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ნიადაგი რომელშიც ეს მცენარეები ხარობენ, ბუნებრივია მუდმივი განსტიანების პირობებში უნდა იყოს, ხანერა მცენარე ვერ იარსებებს, სადაც მეორადად უკვე ნესტის სოკოების გამრავლების ნოყიერი ნიადაგი ჩდება, რაც საკმარისია, რომ ნესტის მიმართ განწყობილ ასე ვთქვათ პაციენტს სერიოზული პრობლემა შეუქმნას. ამიტომ, როდესაც ლაპარაკია, თქვათ, ასეთი ტიპის ადამიანზე, რომელსაც კლინიკურად უვლინდება ან რინიტის ან ასთმური სიმპტომების მოვლენები, აი ამ ოჯახიდან ძალიან დისტანცირებული უნდა იყოს მცენარეული, ასე ვთქვათ, საფარველი და ეს სახში მინიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. გასაგებია, ზაფხული დასვენებების, შობულებების პერიოდი, სად ჯობს დასასვენებლად წავიდეს ჩვენც და ჩვენი შვილებიც, თუ გვაქვს მიდრეკილება, ვთქვათ, ალერგიისადმი და მზის ალერგიაზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება, რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და როგორ უნდა დავიცვათ თავი. კი ბატონო, ხა რაც შეეხება დასვენების საკითხებს. დასვენების საკითხია ჩვენ ახლა შევეხეთ ალერგენებს და მე ვამბობდი, რომ არსებობს კარში და ალერგენები, ანუ სახლის შიგნით არსებული ალერგენები, ეს არის ძირითადად ნესტის სოკოები და ოთახის მტვრის ტკიპები და ასევე ცხოველური ალერგენები, რასაკვირველი. და არსებობს კარგარეთა ალერგენები, რომლებიც სეზონურად გამოდიან, ანუ ჩვენს ასე ვთქვათ, საყოფაცხოვრებო პირობებში, გულისხმობ ატმოსფეროში და ჰაერში. გამომდინარე იქედან, რის მიმართ აქვს ადამიანს უკვე დადასტურებული და იდენტიფიცირებული ალერგია, იმის მიხედვით ურჩევთ ეს ბავშვია თუ მოზრდილი, ამასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში, თუ სად დავისვენოთ. აი მაგალითად, ეხლა კონკრეტულ, ასე ვთქვათ, დავალებებზე გადავიდეთ. თუ ადამიანს აქვს ოთახის მტვრის ტკიპების მიმართ ალერგია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგია დღეს მსოფლიოში, ეგ ეწოდება სრულწლოვანი სიმპტომებით, ანუ არასეზონურით. დიახ. ოთახის მტვრის ტკიპა დადგენილია, რომ გეოგრაფიული სივრცე 1350 და 1400 მეტრი და ზემოთ ზღვის დონიდან. იქ პრაქტიკულად არ ცხოვრობს და არ არსებობს. ანუ თავს უნდა მივანიჭოთ ამ შემთხვევაში მაგალითად, აი ამ სიმაღლის ზემოთ არსებულ მთის დასახლებულ კურორტებს. აი ჩვენ ალბათ არ იქნება ხა არანაირი სარეკლამო შეარჩაგვეთლება თუ ვიტყვით, რომ ჩვენთვის ეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის ბურჯომის ხეობის მაღალმთიანი კურორტები. სემი, ბაკურიანი და ასევე სამცხე-ჯავახეთი და აბასთუმანი. ну ბახმარო და ასე შემდეგ. ეს არის კურორტები, რომლებიც მდებარეობენ აი ზღვის დონიდან სწორედ ამ სიმაღლეზე, სადაც პრაქტიკულად ადამიანს ხშირად ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ აი ჩასვლიდან მეორე დღეს ყველანაირი პრეპარატი და მედიკამენტი უნდა შეწყვიტოს. ეხლა რაც შეეხება სეზონური ალერგიის მქონე ადამიანს. სეზონური ალერგიის მქონე ადამიანს, როდესაც ეს სცენარიული მტვრის მარცვალი ჰაერში ცირკულირებს, მაგალითად, წარმოვიდგინოთ ადამიანი, პირობითად აი თქვათ, ავიღოთ პაციენტი, რომელსაც მაის-ივნისის თვეში ძალიან აწუხებს სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი. ხანდახან წამლებსაც იღებს, მაგრამ ეფექტი ამ წამლებსაც კი ბოლომდე არ აქვს. ეს ძალიან რთული ესეთი ნოზოლოგიური ფორმა. სად ჯობია მისი წასვლა? დადგენილია, რომ სადაც არის წყლის ძალიან დიდი სივრცე, ზღვის სანაპირო თუ ოკეანის სანაპირო, პრაქტიკულად ჰაერი სუფთაა სცენარიული მტვრის მარცვლისგან. ამიტომ ამ პერიოდში უნდა დაამთვიოს პაციენტმა აუცილებლად უნდა ეშრომოთ ამ დროს. დიახ, ამ დროს ზღვის კურორტს. ასევე იგივე ითქმის ზღვის კურორტები, რომლებიც უდაბნოს პირობებში არის განსაკუთრებით, სადაც ანუ ღარიბია სცენარიული მტვრის სცენარიული საფარისგან უდაბნო და ამიტომ იქ პრაქტიკულად ჩასვლიდან 1 საათის შემდეგ სიმპტომები წყდება. ასევე მთის კურორტთან მიმართებაში. აი დადგენილია, რომ ქვედა გეოგრაფიულ არეალში თუ მცენარე ყვავის, თქვათ ბალახოვანი, მაისის თვეში ის ზღვის დონიდან 1000 მეტრი და ზემო დაახლოებით 1 თვის შემდეგ იწყებს ყვავილობას. ამიტომ როდესაც ოჯახებს
განსაკუთრებით ბავშვები წაყვანა სურთ დასასვენებლად და კურორტოთერაპიისთვის და მაგალითად აქვთ ოთახის მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია, რომელიც მაისში აწუხებთ, თქვათ თბილისის პირობებში და ჩვეულებრივ ქალაქის პირობებში, სასურველია რომ მთიან კურორტს სწორედ ამ პერიოდში მივაშუროთ. იმიტომ რომ იქ ეს მცენარეული ყვავილობა მინიმუმ ერთი თვით გვიან დაიწყება. ამიტომ კურორტის და დასვენების არჩევა განსაკუთრებით ასე ხდება. ეხლა რაც შეეხება მზისმიერი ალერგია, მზისმიერი ალერგია ეს ასევე ძალიან რთული მდგომარეობაა, იმიტომ რომ პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, ეხლა არ მინდა რომ რაღაც პესიმიზმის მარცვლები დავთესო გადაცემაში და ვთქვა, მაგრამ ეს არ ინკურნება ეს მდგომარეობა. როგორ ვლინდება? მისი მართვა შეიძლება. მზისმიერი ალერგია რამოდენიმე ფორმით ვლინდება. ეს არის ერთი ფოტოსენსიტიური რეაქცია, როდესაც მზეზე გამოსვლისთანავე სწრაფი ჭინჭლის ციების, დაფოთვლის ტიპის რეაქცია გამოვლინდება და არის მეორე ძალიან რთული უფრო მზისმიერი ალერგია, რომელიც მოგვიანებით რამოდენიმე საათის შემდეგ დაწყლებული წყლის შემცველი ბუშტუკები, ვეზიკულებს ვეძახით, ასეთი ტიპის მზის გულზე ყოფნის ხანგრძლივობას ამ შემთხვევაში არ აქვს შეიძლება კონდეს, ასაკვირველია 1-2 საათი და ასე შემდეგ. ამიტომაც ყველაზე უფრო ხშირად ამ დროს ადამიანმა რაც უნდა იცოდეს, რომ ასეთი ტიპის ადამიანმა მაქსიმალურად მაღალი ფილტრის მზის დამცავი უნდა გამოიყენოს. ამას შეიძლება რუჯი შეეწიროს, რასაკვირველია, მაგრამ ჯობია რომ ჯანმრთელობის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ, ვიდრე სილამაზის სასარგებლოდ ამ შემთხვევაში გულისხმობ. მართვა შესაძლებელია, სწორი დაცვა, მზის გასვლის დროითი რეჟიმების სწორად დაცვა, იმიტომ რომ ძირითადად ამას ულტრაისფერი B-ტიპის სხივები იწვევენ, რომლებიც განსაკუთრებით ასე რომ ვთქვათ, აი შუა პერიოდში არის დღის განმავლობაში, ამიტომ ჯობია რომ 11 საათამდე ზღვაზე გასვლა და მერე რასაკვირველია მზეზე გასვლა და მერე 5 საათის მერე განსაკუთრებით აი შუა პერიოდში უნდა აირიდოს პაციენტმა ამ შემთხვევაში მზე. გაიცემის მიწურულს ბატონ ბიძინა რეზიუმეს და კონკრეტული რეკომენდაციების სახით რომ მივცეთ რჩევები მსმენელს, რომელიც არის ამ მიმართულებით. კი ბატონო. პაციენტი ვთქვათ თქვენი პროფილის ექიმი. აი რადგანაც ახლა სეზონური ალერგიის სეზონში ვართ ჩვენ ამ პერიოდში ვიმყოფებით, ამიტომ მე მინდა პრაქტიკული რეკომენდაციები გავაჟღერო ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანმა, ვისაც ეხანდელი სეზონის ალერგია აწუხებს. პირველი და აუცილებელი პირობა და ძალიან ასე ვთქვათ ეფექტური. როდესაც გარედან სახლში შემოდის პაციენტი, სასურველია რომ გარე ასე ვთქვათ ტანისამოსი გამოიცვალოს და სახლში სხვა მოირგოს. ასევე აუცილებელია რომ თვალის, ცხვირისა და ამ ზედასასუნთქი გზების უბრალოდ წყლით სანაცია ჩაიტაროს, რომ მექანიკურად მიწებებული და ფიქსირებული ალერგენები მაქსიმალურად ასე რომ ვთქვათ მოვიცილოთ ორგანიზმიდან. ასევე მნიშვნელოვანია თუ საჭეს მართავს პაციენტი, გადაადგილების დროს იყოს აუცილებლად მინები ამოწეული და მხოლოდ კონდიციონერებით ხდებოდეს მანქანის ასე ვთქვათ გაგრილება, იმიტომ რომ ამ დროს მინიმალურად შემცირდება გარემოდან მანქანაში ალერგენების შემოღწევის სიხშირე. ასევე ოჯახმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვისაც სეზონური ალერგიული რინიტის მიმართ და კონjunktივითის მიმართ გაწყობილი ოჯახის წევრი ყავს, 5-6 საათამდე სასურველი არ არის ფანჯრების გაღება. იმიტომ რომ ამ პერიოდში არის განსაკუთრებით ამ მცენარეული მტვრის მარცვალი მაქსიმალურად. ამიტომ საღამოს უნდა განიავდეს სახლი და პირობები. ასევე ძალიან სახიფათოა და უნდა მოვერიდოთ თუ განსაკუთრებით ბავშვებს ეხება ასეთი მიდრეკილებისას ამ პერიოდში თაფლის ჭამისგან თავი, იმიტომ რომ მცენარეული მტვრის მარცვალი ძალიან დიდი რაოდენობით არის თაფლში, იმიტომ რომ ბუნებრივია რომ ფუტკარს აი ამ ძვირფასი პროდუქტის შეგროვების დროს ის მექანიკურად მოაქვს ხოლმე თავისი ასე ვთქვათ მექანიკურად გადმოაქვს. ამიტომ ძირითადად ყვებასთან და გარემოსთან მიმართებაში აი მე უსურვებდი რომ ურჩევდი უფრო სწორედ რომ აი ესეთი რეკომენდაციები დაადაისო. და ბოლო შეკითხვა, სულ ნახევარი წუთი როგორ უნდა დავამუშაოთ რბილი ავეჯი და რბილი სათამაშოები, რომელიც არის ძალიან პრობლემური და დარწმუნებული ვარ რომ ოჯახში იქმნება დღეს სწორედ ასეთი როდესაც მტვერთან მიმართებაშია საუბარი, ამ შემთხვევაში არის ეს დამუშავების ასე ვთქვათ აქცენტები ძალიან სასარგებლო. პირველ რიგში სველი წესით უნდა დამუშავდეს სახლი. აუცილებელი პირობა, რაც შეიძლება ხშირად ეს შეამცირებს მტვრის კონცენტრაციას ჩვენ სახლში. აუცილებელია ფეთრეულის ხშირად გამოცვლა და ის ახლობით 60-70 გრადუსზე მისი გარეცხვა, ეს ამცირებს ასევე მის კონცენტრაციას. ეგრეთ წოდებული ნივთიერებებიც არსებობს სპეციალური, რომელსაც საერთაშორისო აკაროციდები, ანუ მტვრის ტკიპას კლავ, აი ესე ითარგმნება. ნივთიერებები არსებობს, რომელიც ხელმისაწვდომია საერთაშორისო ონლაინ გაყიდვებითაც კი და ბევრი ჩვენი პაციენტი ამით სარგებლობს. შესაძლებელია Amazon-ზე და ასე შემდეგ ეს შევიძინოთ, რითაც მუშავდება ადგილობრივად საკუთარ ასე ვთქვათ სახლში ყველა ეს რბილი ავეჯი სათამაშოდან დაწყებული ნებისმიერი ასე ვთქვათ ფორმით რაც სახშია ძირითადად გამოხატული და პრაქტიკულად მინიმალურამდე მცირდება კონცენტრაცია ამ ალერგენებისაც კლინიკურად 1-2-რად აისახება პაციენტის ასე ვთქვათ გამოჯობესებას. უღრმესი მადლობა ბიძინა კოლუმბეგოვი, ალერგოლოგი, იმუნოლოგი გახდა დღეს ფრეშ კლუბის სტუმარი, საუბრობდით სეზონური ალერგიების შესახებ, გაიცემის წამყვანი ნინი ხუგაშვილი. უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ. ნახვამდის.
აჩქარებული ტემპი, დაძაბული რითმი, სტრესული გარემო, საკუთარ თავზე ფიქრის დრო თითქმის არ რჩება. სწორედ ამიტომ გაწევრიანდით რადიო იმედის ფრეშ კლუბში და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. გადაცემა ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად.